მოკლე ვიდეოებისთვის, Instagram-ის მოკლე ვიდეოებისთვის შესაძლოა ახალი ცალკე აპლიკაცია შექმნას კომპანია Meta-მ. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა გაავრცელა წყაროზე დაყრდნობით, რომლის თქმითაც ადამ მოსერიმ, Instagram-ის ხელმძღვანელმა უკვე ისაუბრა Instagram-ის თანამშრომლებთან, კონკრეტულად რამდენ ხანში გაკეთდება ეს ყველაფერი და ზოგადად დაიგეგმება თუ არა ცალკე ეგრეთ წოდებული Reels-ებისთვის აპლიკაცია. ჯერჯერობით არის დაუდგენელი, ოფიციალური კომენტარი კომპანია Meta-ს არ გაუკეთებია. კომპანია Meta, რომელსაც ეკუთვნის Facebook-ი და Instagram-ი, უკვე მრავალი წელია ცდილობს, რომ როგორმე გაუწიოს ღირსეული კონკურენცია ვიდეო პლატფორმა TikTok-ს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაახლოებით 170 მილიონი აქტიური მომხმარებელი ყავს კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში TikTok-ს, თუმცა ამჟამად ჩინური პლატფორმის ბედი არის დაუდგენელი. როგორც ცნობილი არის, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როდესაც ის გახდა პრეზიდენტი, 75 დღით გადაავადა კონგრესის მიერ მიღებული კანონი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში უკვე ამოქმედდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც თუ TikTok-ი არ გაიყიდება რომელიმე ამერიკულ კომპანიაზე, მისი ჩამოტვირთვა და თანდათანობით უკვე ონლაინ გამოყენება მთლიანად აიგრძალება ამერიკის შეერთებულ შტატებში. კონგრესს და ამერიკის მთავრობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩინეთი TikTok-ს იყენებს პოლიტიკური манипуляციისთვის და ასევე იპარავს და მიაქვს ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს, ასაც ეჭვი არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან TikTok-ი ეკუთვნის ჩინურ კომპანია ByteDance, რომლის მთავარი ოფისი არის პეკინში, თუმცა კომპანია უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ ის გადასცემს ჩინეთის დაზვერვას ამერიკელი მომხმარებლების მონაცემს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა. აღსანიშნავია ის, რომ თავად დონალდ ტრამპი, როდესაც ის პირველად გახდა პრეზიდენტი, იყო მომხრე, რომ დაბლოკილიყო TikTok-ი და აცხადებდა, რომ ამით ჩინეთი თავისი გავლენის გაზრდას ცდილობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ის ამჟამად სხვანაირად ფიქრობს და ახლა ამბობს, რომ მას მოსწონს TikTok-ი და მისი აზრით ეს იქნება სიტყვის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, თუ TikTok-ი დაიბლოკება. კონკრეტულად როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი არის უცნობი. გადადებული არის რამდენიმე დღით კონგრესის კანონის აღსრულება. სავარაუდოდ მარტში უნდა გამოჩნდეს უკვე შეთანხმება. ერთ-ერთი პირველი ვერსიით უნდა შეიქმნას კონკრეტული საწარმო, რომელიც 50-50-ზე გაყოფს ამერიკის შეერთებული შტატების წილს და ჩინურ წილს. ჯერჯერობით როგორ იმუშავებს ეს და რა სახე ექნება, ამასთან დაკავშირებით დეტალები უცნობია.